როგორ იყენებს რუსეთი ტრამპის რიტორიკას. როგორ ატრიალებს მის სიტყვებს, როგორ ფუთავს და როგორ აწვდის იგივე ევროპელ მსმენელს. რა თქმა უნდა, რუსეთი აბუქებს ყველაფერს ტრამპის სიტყვებს, რაღაცას მიამატებს ისეც რაც არ უთქვია, ან გამოაკლებს რაც თქვა იმას და მიაწვის ევროპაში მსმენელს, რომ აი ხედავთ, თქვენ არ უნდა ენდოთ საერთოდ ამერიკას, აი ჩვენ რომელიც მარტო ვითხოვთ უკრაინის თემაზე თვალის დახუჭას, იმიტომ რომ უკრაინა წარმოადგენდა ჩვენთვის საფრთხეს, ჩვენ არ წარმოადგენთ თქვენთვის არანაირ საფრთხეს. აი უკრაინას დავჯერდებით, ხო, როგორც ჰიტლერი ამბობდა, აი მომეცით ჩეხეთი და მე ამას დავჯერდები. მე მომეცით პოლონეთი, მე ამას დავჯერდები. სამწუხაროდ ბევრმა ევროპელმა ქვეყანამ და ევროპელებმა ეს მიიღეს ჰიტლერისგან, რომ აი იმას მარტო ჩეხეთი აინტერესებს, თორე ჩემთან არაფერი საქმე არ აქვს და საბოლოო ჯამში მიიღო სამყარო მის რაც მიიღო მეორე მსოფლიო ომი. დღესაც იგივე სიტუაცია. დღესაც რუსეთი იყენებს ტრამპის აი ამ რიტორიკას, რომ უფრო მეტი განაწყოს ამერიკის წინააღმდეგ, ნატოს წინააღმდეგ, ნატო კიდევ უფრო ქმედით უნაროდ გამოიყვანოს და თქვას, რომ ეს სინამდვილეში მე ვარ ის ქვეყანა, რომელიც იცავს თქვენი ტრადიციებს, თქვენი, რა ვიცი, რწმენას და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ევროპაში ყველას ვერ მოთხოვ იმას, რომ იცოდეს რუსეთის პოლიტიკა, რუსეთის დეზინფორმაციის ნარატივები და ეს ნარატივები რუსეთიდან რაც მოდის, მუშაობს ევროპელებზეც. ამისგან არავინ არაა დაზღვეული. არ აქვს იმას მნიშვნელობა, რომ ის ევროპელია, თუნდაც ამერიკელია, ამერიკაში შეხვდება, მაგალითად აი ჩატარდა ოქტავი პოლკი თუ რაც ქვია, ამერიკაში ჩატარდა იქ ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში სტარდება და ხალხი ამას უყურებს, რომ აი კი ეს ნორმალურია, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას ზეიმობენ და სინამდვილეში ეს რუსეთის პოლიტიკის ნაწილი ექსპანსიური ის ამით ზეგავლენას ახდენს მასებზე. რომ მიაჩიოსინ თუნდაც ევროპაში წითელ დროშებს, საბჭოთა დროშებს, იმ კოლორადის იმას რო ეძახიან ლენტებს, რომ მიაჩიოს, რომ თვალისთვის მიჩოული იყოს, ყურისთვის რუსული საუბარი რომ მიჩოული იყოს, რომ უფრო მიიღონ რუსული. ამას იყენებს, რა თქმა უნდა და თავად ამერიკის წინააღმდეგაც იყენებს, ანუ ტრამპის სიტყვებს რუსეთი იყენებს თავად ამერიკის და ევროპის წინააღმდეგ.